არა, ყველაფერი არ არის. შენ. მოდი არ მოვალკაც აქ ასარჩევი მაქვს რაღაცა. კაი, შენ არჩე და მე მანამდე საკოს მინდა ვკითხო, რამდენი ხანია რაც ჩვენ სამი გოგო ვაპირებთ რომ რაღაცა ბიზნესი გავაკეთოთ და ვერ ვაკეთებთ, ხო? დიდი ხანია უკვე და ვერ ვაკეთებ და თავი ვერ მოვაბით. ეს ხო იცი ძალიან მტკივნეული საკითხია ჩემთვის. რაც თავარია, იდეა არის, მაგრამ ვერ ვახორციელებთ. უნდა გამოვთხრეთ, არის ჩვენი სისუსტე, ალბათ ჩემი მაკოსი და ელენესი. კარგი, მაშინ ეხა დროა მე თქვენ გაგაცნოთ ის ადამიანები, რომლებაც შეძლეს ეს ყველაფერი, 6 მოზარდი, 6 მეგობარი, საოცარი ადამიანი, მე პირდაპირ წარგადგენთ. ქეთა ვაშაკიძე, ნატალია შატბერაშვილი, სოფო ჩიქოვანი, ნიცა მაჭავარიანი, ფიო ციციშვილი და ива ქეშელაშვილი. ერთი ბიჭი, ამდენ გოგოში. Wasted Concept Store. ფანტასტიკური სახელი არის. ეს არის მეორადი ტანსაცმელის ბიზნესი და მოდი ახლა ვისგან დავიწყო, ვინ ისაუბრებს იდეის ავტორი ვინ არის? საიდან გაჩნდა იდეა? მე როგორც რეკლამაზე გავარკვე, რაღაც ერთად მსჯელობდით, გსურდათ რამე დაგეწყოთ და აქედან დაიბადა იდეა, ხო? კარგია, ვიპოვე უკვე. მართლა ყველაფერი ძალიან მომწონს. ეს ნამდვილი ტყავია? ალბათ. კარგი. მოდი გითხარით, საიდან დაიწყო იდეა, როგორ გაჩნდა და შემდეგ ნელ-ნელა ეტაპობრივად მივყვეთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან რთულია, ხო? ცალკეა, როდესაც ჩდება იდეა და ცალკეა შემდეგ ამის განხორციელება. ნატალია, მოდი დავიწყოთ თვითონაში. იგი ჩვენ თვითონ გვიყვარს ეს ვინტაჟური ტანსაცმელი და ყოველთვის დიდი ხანი 3 წელია დავდივართ მაღაზიებში და ჩვენთვის ვირჩევთ ტანსაცმელს, მეორეც ტანსაცმელს. და მე რა შევატყვეთ, რომ ჩვენ ხელებსაც და არა მარტო მოწონთ, რაც გვაცვიათ და განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს ეს მეორადი ტანსაცმელი, ვინტაჟური ტანსაცმელი. ნელ-ნელა მოვიდა ეს იდეა. დიდი ხანია გვაქვს ეს იდეა, მაგრამ 1-3 თვე უკვე დავიწყეთ რაღაცების გაკეთება მართლა. აი, პირველი რა არის, რასაც აკეთებ, ფიო? აი, მოდი გავაკეთოთ ბიზნესი. უბრალოდ მოვყევით. ბიზნესი პირველი რაც იყო, რომ არ ქონდა ადგილი, არ ქონდა ფარტი. აქედან გამომდინარე ყოველთვის დიდი პრობლემა ეს იყო. მე რაღაც საოცრება მოხდა და ერთ დღეს არ ვიცი ესე ბროლს გამოგვეშვა რაღაც ფარტი. არა, გამოგიჩნდეთ რომ ნახეთ. გაჩნდა კაცი, რომელმაც გაიგო რომ ეს პატარა ბავშვები ვაკეთებთ მაღაზიას და უფასოდ გამოჩნდა ჩვენი 100 კვადრატული ფალიაშვილზე. ოქცა ესე როგორი კარგი ადგილი. ახალი რემონტი, ფანტასტიკური. ეს არის ფალიაშვილის 32 ნომერი, ბაზალეთის და ფალიაშვილის კუთხე, უფრო ადვილად რომ მიაგნო. სარდაფი ქვემოთ შესასვლელი. ანუ პირველი სირთულე გადავახეთ, იმიტომ რომ აღმოჩნდა საბედიანოდ არაჩვეულებრივი ფარტი, რომელიც უკვე თქვენს განკარგულებაშია. შემდეგი ეტაპი რა არის? შემდეგი ეტაპი იყო ის, რომ უნდა გვეპოვა ძალიან ბევრი მეორადი და უნდა გვერჩიათ ტანსაცმელი, რაც არის ძალიან რთული, იმიტომ რომ იმდენი ცუდი რაღაც არის, რომ ამ ცუდ რაღაცებში კარგის გამორჩევა მით უმეტეს არანაირი ნაკლი რო არ კონდეს და ლაქა არის საოცრად. ანუ რაღაცა ფუთები ჩამოვიდა, არა თქვენ დადიხართ კონკრეტულად არჩევთ. ხო, ანუ ისიც გავიგეთ, რომ ლაქა, ნაკლი, წუნი არაფერს არ ექნება. ნუ მე ქიმწმენდაში მიდის ეს ყველაფერი და კიდე ქრება ეს ლაქები შეძლებს და კვარად. და ива. ამ ხუთ ულამაზეს გოგონაში ესე როგორ გამოირია შენც? აქამდეც მეგობრობდით და ეხლაც არანაირ ბარიერს არ წარმოადგენს მათთან ერთად მუშაობა და მამაკაცები ვერ იტანან ვერც საკეთლებზე სიარულს, ვერც უმეტეს ტანსაცმლის არჩევას და შენ შემთხვევაში არა. აქამდე მეც დავდიოდი ხოლმე მეორადში ტანსაცმლის ასარჩევად, მაგრამ ნუ მე დიდად ვერაფერს ვერ ვარჩევდი. და ამიტომ იქ ვერ ვყიდულობდი და ეხლა ანუ სხვებისთვის ტანსაცმლის არჩევა უფრო მეადვილება და ამიტომ ერთად დავდივართ. შენ კონკრეტულად მამაკაცებისთვის ირჩევ? არა. ისე გააქვს საერთოდ ზოგადად რას სამოწედავ? კი. აუ რა კარგი. ისე დამეთანხმებით ალბათ რა არის დასამალი და რამოდენიმე წლის წინ აი მეორადებში ვიყიდე ტანსაცმელი, აი ხო აი რაღაცა აი ტეხავს იყო ხო მალავდნენ ძალიან ხშირ შემთხვევაში ეგრე იყო, მაგრამ დღესდღეობით ძალიან ბევრი ცნობადი სახე, ძალიან ბევრი სელებრიტი მეც თავად დავდივარ, კი ნამდვილად მომწონს ის რომ გაცვია ისეთი რაღაცა რაც არავის არ აცვია. ელენე სხვათა შორის აქვს თავისი წერტილები. შეუძლია რომ შემდეგ გასწავლოთ, მაგრამ თქვენ გულებრივია გექნებათ აი ესეთი წერტილები, სადაც იცით რომ სხვა წერტილი აღარ გჭირდება, იმიტომ რომ ყველაფერი საუკეთესო მე აქ იყრის მაინც თავს არჩეული და შესაბამისად გვიადვილდება ამ ხრივ საქმე. აი ეს არჩევის პროცესი როგორ არის, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაა ხო ჩვენს ქალაქში. სად მიდიხართ და როგორ აღმოაჩინეთ? ნაგნებს ხოლმე რაღაცებს. თუ ყველას კონკრეტულად კი ყველა, იმიტომ რომ თან მართლა ძალიან რთული პროცესია, იმიტომ რომ ეს დიდი გორები დევს ტანსაცმელს და მე უნდა ჩავძრეთ და ეს მომენტი ძალიან გასართობია, ის მომენტი, რომ
კარგ ტანსაცმელს პოულობ, ძალიან ხო და არ გინდება რომ ყველაფერი თქვენი იყოს და მაგალითად პრობლემებს ვარსებობ. მე რაღაცებს ჩვენ თავის გამყიდულობთ ხოლმე. ანუ რო ვიყიდეთ ლარაც, მე ჩვენ თავს 30 ლარაც ყიდით ხოლმე. უსკა მე 50-ად. ახლა თქვენ გაწვია თქვენი მაღაზიის ფიოს თავიდან ბოლომდე აწვევი ეს მაისური და ქვედაბოლო არის ჩვენი. აი ეხლა რომ დავიანგარიშოთ მაგალითად ეს თლიანი მომინდა რაც შენ გაწვია და მინდა რომ შევიდე და გამოვიდე სულ ახალი ყველაფერი მეცვას ეს არის დაახლოებით რომ 30 ლარი. თავიდან ფეხამდე იმას რაღაცა ბუნებრივია საბაზისო თანხა საჭიროა ხო, როდესაც იწყებთ თუნდაც იმიტომ რომ მიხვიდე არჩიო ტანსაცმელი. აი ამ შემთხვევაში როგორ მოხდა ეხა ფულის დაბანდება, ასე ვთქვათ. ანუ ჩვენ გვეგონა რომ ანუ ეს ახალი იდეა და რაღაც წარმატება რაღაცის გვეგონა რომ არსებობდნენ კომპანიები რომლებიც ხელს შეგვიწყობდნენ. მაგრამ სამწუხაროდ ერთი კომპანია იყო რომელმაც 2 კვირა გვაწვალა მართლა კი ხვალ და არ დადგა ეს ხვალ და ბოლოს მივხვდით რომ მშობლებს უნდა ვესესხოთ ცოტა ხანი ფული და შობლებს რასაც ვიშოვით დავუბრუნოთ. ხო. რამდენი ისესხეთ? აი კონკრეტული ციფრებით რომ ვისაუბროთ. დაახლოებით 1500 ლარი დაგვჭირდა ყველაფერზე, ტანსაცმლიან დეკორაციამ ყველაფერი. დეკორაციას თქვენ თვითონ მოაწყვეთ? შემიძლია თავზე ელიავაში უკვე ძალიან გარკვეული ვარ ტრუბები. მე ბიზნეს რო გააფართოვეთ, შეიძლება მაღაზია ამ მიმართულებითაც წავიდეს, უკვე ინტერიერის და მე დიზაინის. ფოტოები ვნახე, ისეთი ლამაზი არის, ისე კრეატიულად არის მოწყობილი, რომ მაგ კუთხითაც უნდა შეგაფასოთ, ეხლა ჩვენი მაყურებელიც ნახავს. თქვენ 3 დღის წინ გაიხსენეთ, ხო, როგორც ვიცი, აბა როგორ ჩაიარა, მაშინ გახსნა. აი მაყურებელი ახლა სწორედ კადრებში ხედავს თქვენს მაღაზიას. დაპატიჟებული მოწვეული სტუმრები ვინ იყვნენ? ეს სელებრიტები არა. ბევრი ხალხი იყო საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა, მაგდენ ხალხს მართლა არ ველოდი. მუსიკა იყო, ღვინო, ძალიან კაი იყო მართლა. კარგადაც ივარ. და ძალიან კარგად ივარდი. ყველაზე მეტი გახსნაზე გაიყიდა. პირველი რამდენი იყო შეგვიძლია ვთქვათ? ანუ პირველი დღის ნავაჭრი, პირველი 600 ლარი. და მას შემდეგ უკვე რამდენიმე დღე გავიდა, როგორ მიდის უკვე პროცესში ეს? დღეში საშუალოდ ესე 5 კაცი შემოდის სავარაუდოდ და 80 ლარი ასე. მაყურებელს რომ მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია, რას ნახავს და რისი შეძენა შეუძლია, როდესაც შემოვა თქვენს მაღაზიაში. ტანსაცმელი ბუნებრივია ვხედავთ. ტანსაცმელი, რავი, ყველანაირი სახის ტანსაცმელი არის ბიჭისიც, უფრო ძირითადად გოგოსი, მაგრამ ბიჭისების არის. აქსესუარები ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ მალე გვექნება სათვალეები. ხო, აი, რამდენ ხანში ერთხელ განახლდება კოლექცია, ასე ვთქვათ, როდის განახლდება ხო? დაახლოებით 2 კვირაში ერთხელ. ძალიან კარგი. ნუ ხაჭი როგორ არ მოგვეწურება ისინი. თვითონ გაყიდვებზე არ უფრო ეს დამოკიდებული. ჩემმა მაკომ მოირგო უკვე და მეც მინდა რომ გადავიღო. წამოდი და ავარჩიოთ კიდე წავა. იცით რა მაინტერესებს? სწავლასთან ერთად როგორ ათავსებთ ამ ყველაფერს? თუ მასწავლებელს აურჩევთ ერთ წყვილს გაწავლეთ, პრობლემა აღარ იქნება. მასწავლებელი მაგაზე არ ითაფლებიან. არა, ხო? კარგია რომ აღარ ითაფლებიან მასწავლებელი. კომფორტული ადგილია ძალიან იქ რომ იქ მეცადინეობა. ხო, არაფერში ხალხს მორიგეობთ ალბათ კვირის დღეების მიხედვით, როცა გაკვეთილები მთავრდება, მე იხსნება მაღაზია. და შაბათ-კვირას უფრო ადრე შედარებით. აზრით ესე ვინაცვლებით ერთმანეთს ვისროდის ცალია და ხელს ახლა არ გამოდის თითქმის საერთოდ. იცი რა მაინტერესებს, რაღაცა კონკრეტული ბიზნეს გეგმა ან პროექტი ქონდათ გაწერილი და ვთქვათ აი შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები განსაზღვრული. ესე თვითონ დაწერილი, მთლიანად როგორც ბიზნეს გეგმა არა, მაგრამ ნუ წერით რა გვჭირდებოდა. ჩამონათვალი ქონდა. კი, ანუ ბიუჯეტი. ბიუჯეტი ვინა იყო საკუთარ თავზე, ჩემთვის ყველაზე ერთად. ყველაფერი ერთად. იმიტომაც გამოვიდა რომ ყველაფერი ერთად კარგი. საკო, რატომაც გქონია რომ ეს შემოგეწონა ძალიან რეკლამის დროს. მე აკვამთ კითხვა ყველაფერი ჩემია. ეს რა ღირს? კაი, დაგიცნობ ჩანდა. პირდაპირ ეთერში დავიწყეთ ვაჭრობა, ფასები, ეს 15 ლარად მოგცე. ბოლო 15-ში გაგატან. ვაჭრობა შეიძლება თქვენთან? თუ აი ესეთი ფიქსირებული ფასები გაქვს? ძირითადად ფიქსირებული ფასები გვაქვს, მაგრამ ეგ გუშინ შემოგვივიდა და ჯერ აღრიცხვა ვერ მოვასწრე. და რო არ აღრიცხოთ საერთოდ მიდიცა. მიხდება რა? თენი როგორი ტრენდულია კიდე გავცვალოთ ცოტა ხნით?
აბა. იცი რა მაინტერესებს? თუ გაქვთ გათვლილი ვინ არის თქვენი სეგმენტი? ანუ აი მომხმარებელი როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი თქვათ ახალგაზრდა, უფრო ხანდაზმული, თუ იმდენად მრავალფეროვანი არჩევანია, რომ შეიძლება ყველამ საკუთარი გემოვნების შესაბამისი რამ იპოვოს. ანუ ჩვენ რადგან ვართ თინეიჯერები, უფრო ჩვენი ასაკის ხალხს გვაქვს გათვლილი, იმიტომ რომ ჩვენი გემოვნება იმათ გემოვნებას ხშირად ემთხვევა. მაგრამ აი სიტყვაზე შუბა რო ავიღოთ, ნუ 70 წლის ქალიც ჩაიცმევს. ხო და ახალგაზრდა გოგონაც. ეს ქურქი არის 70 ლარიან? ხო, იმდენად 2016 წელს რო თვითონ ვინტაჟური ტანსაცმელი იმდენად მოდაშია, რომ ნუ აი უფრო ასაკიან ხალხსაც შეიძლება მოეწონოს და ნუ ჩვენთვისაც მოდაშია. მე რაღაცა ვერ გავიგე, ანუ ეს რა ფასიანია რა თქვით? ეგ 60. მიყიდი? გინდა? ჩვენ შევთანხმდით რომ აქედან მე უნდა შევისწენოთ ფალიაშვილის აუ კი, მეც მოგივარ ნამდვილად ჩემსახთან არის მშვენიერია. იცი რა მაინტერესებს, ბუნებრივი არჩევანს აკეთებთ საკუთარი გემოვნებიდან გამომდინარე, რაც მოგწონთ, მაგრამ ალბათ პარალელურად თვალყურს ადევნებთ მოდის ტენდენციებს, ხო? რომ არ იყოს თქვა ამოვარდნილი, ან შეიძლება პირიქით ქართულ რეალობას სარგებთ. ანუ რამდენად ათვალიერებთ რა ხდება მსოფლიო მოდის სამყაროში, ჩვენებებს უყურებთ, უია, იმის დეტალი გამოუყენებ, ესე იგი შეიძლება ეს კოსტიუმი ავიღო და წამოვიღოთ ჩვენს მაღაზიაში. ანუ რა თქმა უნდა გავლენა აქვს საერთოდ მოდის ტენდენციებს და ჩვენც როგორც ვიცმევთ, ისე ძირითადად უფრო მაინც ჩვენი გემოვნებით და მით უმეტეს რომ 2016 წელი თვითონ ისეთი წელია, რომ თითქმის ყველა მოდის ტენდენცია რაც ოდესმე ყოფილა, ყველა წლის მეორდება და აქტუალური არის ისევ. პრინციპში მე მგონი ყველაზე სწორი პრინციპია, რომ რაც შენ თვითონ მოგწონს, ის უნდა შეიჯინოს შენი მაღაზიისთვის, ხო? იმიტომ რომ რაც შენ არ მოგწონს, რა თქმა უნდა, ის შეიძლება არც გაიგებოს. ფიოდალიც არიან ყველაზე crazy style თქვენ გაქვთ. ეხლა ამჯერად აი ამ მოცემულ სიტუაციაში და ყველაზე ისეთი stylish რომელი არის თქვენ გაქვთ? ჩამჭრელი შეკითხვა. ხო, არა, ესე ვერ გამოარჩევ? ზოგადად რა, საკუთარი სტილი ყველას გვაქვს, სხვადასხვა, ანუ ერთნაირად ფაქტობრივად არ ვიცნობთ. არც შორის ხშირად გაგვიგია, რომ აი ახალგაზრდები არიან ყველა ერთნაირები და ასე შემდეგ და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველა ინდივიდუალურად გამოიყურები და ყველა საკუთარი გამოკვეთილი სტილი გაქვს და ამიტომ არის ბევრად უფრო საინტერესო თქვენი ერთად მუშაობა როგორც ხდები და ეს შემდეგ აისახება იმ პროდუქციაზე, რომელიც თქვა თქვენი მაღაზიის დახლებზე იყიდება, ხო? ძალიან გართული არის. ნახე რა ლამაზი პიჯაკი ვიყავ. ეს მომეწონდა ეთერშიც რო ჩაიცვამდი ისეთია. სიამოვნები. მანახე უბრალოდ რაღაც სოვილია თვითონ ძალიან ლამაზი და ღილებიც. ყველაფერი მომწონდა. ეს რა ღირს? 20 ლარი. აჰა. ხო, არა, ფასებიც ისეთი დემოკრატიული, მისასალმებელი ნამდვილად. ფასები არის ჩვენამდესაც გადავხდით. ხო. რაღაცა. აი ეგ არის ყველაზე მთავარი, ხო? ხო, შეხვალ გული რო არ დაგწყდეს, რომ რაღაც მოგეწონა და თან იმიტომ რომ იმ დღეს მე და ელენ ერთ-ერთ მაღაზიაში შევედით და როგორც მუზეუმის ექსპონატები ისე დავათვალიერეთ. კი. საკიდებზე ჩამოკიდებული ტანსაცმელი და შემდეგ უკან გამოვედით. მე იმდენად გართული ვიყავი ხა ამ საკუთრ არ ვიცი ისაუბრეთ თუ არა იმაზე რომ ამ ყველაფერს სჭირდება მოლარე, ბუღალტერი, ყველაფერი, დირექტორი, კონსულტანტი, ყველაფერს ინაწილებთ თქვენ თვითონ, ხო? აი როგორ რახერხებთ მაგას? მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ რთულია. ეს შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ძალიან ადვილია, თუნდაც მეორადი ტანსაცმლის ბიზნესი გააკეთო, მაგრამ ამასაც სჭირდება ფინანსები, ამას სჭირდება გადანაწილებული როლები და ასე შემდეგ. ნატალია, როგორ რახერხებთ ამას? მუშაობა, ხო? რაც შეეხება თვითონ აი საბუთებს და დარეგისტრირებას და ასეთ რაღაც იურიდიულ რაღაცებს, მშობლები გვეხმარებიან ეგეც რაღაცებში თან ჩვენ. კი, სრულწლოვნები არც ვართ, რომ ჩვენ გქონდეს უფლება ეგეთ რაღაცების წარმოების, ამიტომ უფრო მშობლები არიან ჩართული აი ბუღალტერი ვინ არის? მშობლები ხმარებიან. ნუ დედაჩემი და ან დედაჩემის ბუღალტერი და თვითონაც თავის კომპანიის იმითი გვეხმარება. ზოგადად მშობლები ძალიან გვეხმარებიან და ზოგადად ისეთ საქმეებს ვინც ყიდის და ეგეთ რაღაცებს ჩვენ თვითონ ხართ. მე რა მაინტერესებს, გასაგებია რომ ყველაფერს ინაწილებთ, მაგრამ ვიღაცას უფრო კარგად გამოსდის, რომ გორაში ტანსაცმლის დაინახოს ერთი კონკრეტული, ვიღაცას ალბათ ის გამოსდის კარგად, რომ კლიენტი რო შემოვა, აურჩიოს ვთქვათ მაგალითად, საკოშენ მოგიხდება ეს წითელი ლაბადა, ხო? აი ეს როგორ ხდება ხოლმე, ვთქვათ, განაწილებული როლები გაქვთ, თორე ყველა რო ერთმანეთს ეხმარებით, ამიტომ გამოვიდა რომ რეალობად
დავუწყოთ აქციად. ყვეთილად ალბათ. ანუ ჯერ იმდენი დრო არ გასვლა რომ შევამჩნიოთ ვირაში კარგად გამოდის, იმიტომ რომ 5 კლიენტი დღეში ყველა ავდგებით ხოლმე ესე და მეგებებით სამზე ყვებით. კიდე ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების რეაქცია. მე ძალიან მიხარია რომ ისინი მხარში გიდგანან და გეხმარებიან, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, ჩემ არასრულწლოვანმა შვილმა რომ მითხრას რომ მე მინდა გავაკეთო იდეა მაქვს და ბიზნესად მინდა ვაქცია, შეიძლება გაგეღიმოს და სერიოზულ გადაწყვეტილებად არ ჩათვალო. ხო, აი ამ შემთხვევაში როგორი იყო მშობლების რეაქცია? ივა, მოდი მაშინ შენ გვიპასო. მშობლების რეაქცია ყველაზე ძირითადად დადებითი იყო და ყველაზე ძალიან მოეწონა ეს წამოწყება, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა იფიქრეს რომ შეიძლება სწავლას ხელი შეუშალოს, ან დრო დავკარგოთ ამ მაღაზიის კეთებით. მაგრამ მაინც ეგ პრობლემას გადავлахეთ. ხო, ფაქტია რომ ორივეს თანაბრად ახერხებთ, იმიტომ რომ შეიძლება რომ იქ იმეცადინო კიდე. Facebook-ზე მე შევედი ვნახეთ ძალიან ლამაზი ფოტოსესია. ვისი სოფო შენი ხო? ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ლამაზი ფერადი ფოტოები, რაც რეალურად განდომებს და ილტვი იმისაკენ, რომ ერთი სული გაქვს გაიქცე მაღაზიაში და დაათვალიერო. რამდენ ხანში ერთხელ განახლდება ხოლმე თუნდაც ეს ფოტოსესიები, რომ იმისათვის თვალსაჩინო რო იყოს მაყურებელისთვის და Facebook. აუ რო ჩავიცვა ის წითელი ერთ კაი ფოტოს გადამიღე. ანუ ახალი კოლექცია რო შემოვა ხოლმე, მაგის მიხედვით ლოკაციას ავირჩევთ, მე მოდელებს ავირჩევთ და ეგრე გადავიღებთ. ანუ ეგრეთ წოდებულ სტაილინგსაც თვითონ აკეთებთ, არა მარტო ფოტოებს. კი, ფასებიც ყველაფერი განთავსებული იქნება, ხო, Facebook გვერდზე მაყურებელს რო უთხრათ, ხო. კიდევ ერთხელ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომელი საათიდან რომელ საათამდე მუშაობთ, სად შეგვიძლია მივიდეთ რომ ნახოთ? 2-დან 8 საათამდე. შაბათ-კვირას 12-დან. აბა, ერთით გაკვეთილები რომ თავდება, ამიტომ 2-დან. მაგას კარგი, მე ხო და მომწონს. ორშაბათს არ მუშაობთ საერთოდ. ორშაბათს საერთოდ არ მუშაობ. ორშაბათს ვისვენ. ვერ გადაანაწილეთ ხო? როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? ბუნებრივია რომ ძალიან სერიოზულად ეკიდებით ამ საქმეს, ხომ? ალბათ ვცდილობთ რომ ახალ-ახალი ნივთები შემატოთ ამ კოლექციას, მაგრამ ჩვენს ქალაქში საბედნიეროდ იმართება ძალიან ბევრი ღონისძიება, თქვათ იგივე ფლიმარკეტი. თუ გეგმავთ რომ შემდეგ უკვე ფლიმარკეტზეც გაიტანოთ, არის ეს თქვენს სტრატეგიაში ასე? ფლიმარკეტზეც და ხო დეკემბერში გვაქვს სტარტაპზე უნდა გავიტანოთ ჩვენი ეს პროდუქცია. ძალიან საინტერესოა და საინტერესოა შემდგომ თუ აპირებთ თქვენი ცალკე ხაზი გააკეთოთ უკვე თქვენი საკუთარი პროდუქცია. ჩვენების გაკეთებაც გვინდა. ფეშენ შოუს მოწყობა მინდა მთელი ცხოვრება ძალიან და იმედი მაქვს გამოვა ცოტა ხანში. წელს აბიტურიენტები ხართ, ხო? თქვენ სამი მე 11 კლასი. ხო? აპირებთ რომ ვთქვათ, არ ვიცი, ბიზნეს თუ მოდას, რას აპირებთ რომ არც ერთ იდეაში არც ერთ. ვინსად ხედავთ? აბა საათ ხო, გადაწყვეტილება. სოფო, შენგან მე დავიწყოთ. event management-ი. Event management. ივა? მე მინდა მართვა და ვიზუალური ხელოვნება. ფანტასტიკურია. ქეთა? მე ჯერ არ ვიცი. კიო, შენ გადაწყვეტილი მე liberal arts-ი, არ ვიცი. ვაჰა, ნატალია. მე ერთი წელი არ ვაპირებ ანუ დაისვენებ და სანამ მიხვდები რა გინდა ალბათ უფრო ხელოვნებისკენ წავალ. ფანტასტიკურია და ნიცა? მეც ალბათ liberal arts-ზე, ან შეიძლება modes design-ზე ჩავაბარ, არ ვიცი, ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი. ძალიან მომწონს. მე ბედნიერები ესეთი კრეატიული ჩვენების მოწყობას გეგმავთ და მოდი ჩვენ დავიწყოთ ის კი არ უთქვამთ რომ ჩვენ უნდოდით მოდელებად არ ვიკითხეთ და ჩავიდეთ. იცი რა შემთხვევაში მეგონი მოდელები სწორედ თინეიჯერები იქნებიან, რადგანაც ამ არაჩვეულებრივმა ბავშვებმა დაიწყეს. თქვენი კონსულტანტის რჩევა მჭირდება, რომელი მომიხდება მე მოდი. ნუ აი თქვა ჩემოდი ახლა მაღაზიაში გამოვიდ რომელი მოვირგო. ეს ცოტა ბიჭებისთვის ვიყიდეთ, მაგრამ გოგოთაც არ მოვხვდეთ. ეს მართლა მომწონს ხო ელენა ხო? კი, მე მომწონს ხო? ზოგადად შენ ძალიან გიყვარს მამაკაცის სამოსი. მე შეიძლება მე რა ჩავიცვა, აბა? რაც გიცვა? ჩავიცვა, კარგი იყო? რომელი ამ ორიდან? ეს თუ ეს? ხო, ეს ჩავიცვა თუ ეს? რო გაინაწილოთ ეს. მე ქურქში ძალიან დამცხა და ხა აი რაღაც კი ზამთარია გარეთ, მაგრამ ჩვენ სტუდიაში აბა რა ჩაიცვა? ნუ აი მოსაცმელების მაშინ მარტო ეს ორი ვარიანტი დარჩა და შეგვიძლია რომ კაბან რამე რო ვცადოთ, მაგრამ სიამოვნოთ უბრალოდ გამოსვლას ვერ მოვასწრებ. გამოსვლას. კაი, აბა. აი ამ ორ მოსაცმელს აი იმას ნახავ. ეს ჩათა არის ჩემი სიყვარული, გაირკვა. რომელი? ჩვენო მაყურებელს. ეს ელენე მე აღარ ვინ არჩია ეს ჩათა ზედმეტი იქნება და შეიძლება შენ დაიწე. ხვაჩუკა ივას აბა. აბა გავშერდეთ თან მანეკენ ჩელენჯერად გამქონდა დღეს.
აი ესე როგორ შეშდა? არა, რაღაცა. სტუმრებს დიდი მადლობა უთხრათ. Wasted concept store. ჩვენ თქვენი მაღაზიის აქტიური მომხმარებლები აი, ნამდვილად. მართლა ყოველდღე იქნები ფალიაშვილის 32 ნომერში არ დაგვაუწყდეს ძალიან დიდი მადლობა 2-დან 8-მდე ხო? 8-მდე ორ შაბათმირას 12-დან 8-მდე. ყველაფერი დავიმატოთ. აბა გავშეშდით? Bye bye. Ხვალამდე.